მასწავლებლების ასეთიფიკაციო გამოცდები 2020 წელი, ამოცანა ნომერი 53. განსაზღვრეთ, რა კანონით იცვლება დროის განმავლობაში x ღერძზე მოძრავი სხეულის სიჩქარის vx გეგმილი, თუ საწყისი სიჩქარე 0-ის ტოლია და აჩქარების გეგმილი იცვლება შემდეგი კანონით. ესე იგი, პირველ შემთხვევაში რა გვაქვს ჩვენ მოცემული? ax-ი უდრის a t ხარისხად 3, სადაც ვიცით რომ a კოეფიციენტი მუდმივის ტოლია. ახლა თუ გავითვალისწინებთ რომ აჩქარება განიმარტება როგორც სიჩქარის წარმოებული დროით, ჩვენ შეგვიძლია დავწეროთ რომ dvx dt, რადგანაც აჩქარების ტოლი არის, აჩქარება თავისუფლად მოიცემა ზემოთ მოცემული სახით, ეს ტოლი იქნება a t ხარისხად 3, საიდანაც dvx-ი ტოლი იქნება a t კუბი dt. ხატალობის ორივე მხარეს თუ ვაინტეგრებთ და გავითვალისწინებთ საწყის პირობებს, რომელიც პირობითა გვაქვს მოცემული 0-დან t-მდე t' კუბ dt'. ხო, ახლა ინტეგრალი dv'(x-დან) არის v'(x) ტოლის ჩასმა 0-დან vx-მდე მოგცემს vx, ანუ საიდანაც შეგვიძლია დავწეროთ ჩვენ რომ vx-ი ტოლი არის. ახლა რადგანაც მუდმივის სიდიდი არის, შეგვიძლია ინტეგრალის ნიშნის გარეთ გამოვიტანოთ ინტეგრალი 0-დან t-მდე t' კუბ t'. ეს ტოლი იქნება, ნუ ახლა აქ მოცემული ინტეგრალი ცხრილის ინტეგრალია, ეს ტოლი იქნება t' მეოთხე ხარისხში შეფარდებული 4-თან ჩასმა შესაბამისად 0-დან t-მდე. ეს მაგივრად t'-ის მაგივრად თუ შავსვათ t-ს, მივიღებთ a t ხარისხად 4 შეფარდებული 4-თან მინუს ჩასმა 0, 0-ის ჩასმა t'-ის მაგივრად და ამას ფაქტიურად აკლდება 0, რომელიც შეგვიძლია რა თქმა უნდა არ გავითვალისწინოთ. ესე იგი, საბოლოოდ პირველისთვის ცალკე დავწეროთ პირველ შემთხვევაში სიჩქარის x დგენელი ტოლი ყოფილა a t ხარისხად 4 აყოფილი 4-თან. ახლა გადავიდეთ მეორეზე. მეორე შემთხვევაში ეს ცალკე გამოვყოთ ასე. მეორე შემთხვევაში ax-ი ტოლი არის a კოსინუს ომეგა t-ი, სადაც a და ომეგა მუდმივი სიდიდეებია. აქაც ანალოგიურად ax-ი არის dvx dt, ანუ dvx dt შესაბამისად ტოლი იქნება a კოსინუს ომეგა t-ი, ну საიდანაც გამომდინარეობს რომ dvx-ი უდრის a კოსინუს ომეგა t dt. რაც ანალოგიურად შეგვიძლიათ ორივე მხარის ინტეგრალი ავიღოთ 0-დან vx-მდე, აქაც ანალოგიურად 0-დან t-მდე ინტეგრალი და ამას მოგცემს ახლა აქედან რა გვექნება. ну აქედან ჩვენ მივიღებთ პირველი ინტეგრალი მოგცემს პირდაპირ vx, ესე იგი vx ტოლია, ამ მუდმივი სიდიდეა, შეგვიძლია ინტეგრალის ნიშნის გარეთ გამოვიტანოთ ინტეგრალი 0-დან t-მდე და მოდით ახლა აქ ასე მოვიქცეთ, რადგანაც ახლა პირდაპირ კოსინუს t' dt' რო წერებულიყო, პირდაპირ ცხრილის ინტეგრალი იქნებოდა და მარტივად ავიღებთ ამ ინტეგრალს, მაგრამ ამ შემთხვევაში გვიწერია არგუმენტში ომეგა t'. ამიტომ მოდით ეს სიდიდე გავამრავლოთ და გავყოთ ომეგაზე. ომეგაზე გავამრავლოთ და გავყოთ კოსინუს ომეგა t' dt'. ეხლა ომეგა ყოფილი ომეგაზე 1-ის ტოლია, ამიტომ ამის დაწერის უფლება რა თქმა უნდა გვაქვს. მოდით ახლა ჩვენ აი აქ მოცემული ზემოთ მრიცხველში მოცემული ომეგა შეგვიძლია დიფერენციალის ნიშნის ქვეშ შევიტანოთ, ხოლო დაბლა ნიშნულში მოცემული ომეგა ინტეგრალ ნიშნის გარეთ გავიტანოთ. შესაბამისად, ჯამში გვექნება ჩვენ a შეფარდებული ომეგაზე ინტეგრალი 0-დან t-მდე კოსინუს ომეგა t' d ომეგა
t შტრიხი. ეხლა საინტეგრაციო ცვლადიც ომეგა t შტრიხია და ფუნქციის არგუმენტიც ომეგა t შტრიხია. ამიტომ ეს პირდაპირ ტოლი იქნება a შეფარდებული ომეგაზე. კოსინუსი ომეგა t შტრიხის ინტეგრალი არის სინუს ომეგა t შტრიხი ჩასმა 0-დან t-მდე. ეს ტოლი იქნება t-ს თუ ჩავსვათ t შტრიხის მაგივრად მივიღებთ a შეფარდებული ომეგაზე სინუს ომეგა t. ახლა ამას კიდევ უნდა გამოვაკლდეს ჩასმა t შტრიხის მაგივრად 0, მაგრამ სინუსი რადგანაც 0 არის, ამიტომ ეს წulis არ მოგცემს, ამიტომ შეგვიძლია ეს არ გავითვალისწინოთ და საბოლოოდ მეორე შემთხვევისთვის მივიღებთ ჩვენ რომ სიჩქარის ვექს გიქმნით ტოლი ყოფილა a შეფარდებული ომეგასთან სინუს ომეგა t. ახლა შეეხება მესამე შემთხვევას. მესამე შემთხვევაში x-ი უკვე ტოლი არის არა კოსინუს ომეგა t-ი, არამედ a სინუს ომეგა t-ი. ნუ ანალოგიურად აქაც a და ომეგა მუდმივი სიდიდეებია. ახლა საიდანაც dbx dt ტოლი იქნება a სინუს ომეგა t-ი. აქედან dbx ტოლი იქნება a სინუს ომეგა t dt. ორი მხარის ინტეგრება ანალოგიურად აქაც შეგვიძლია 0-დან t-მდე t შტრიხ dt შტრიხი, საიდანაც მივიღებთ ჩვენ რომ bx ტოლი არის a ისე მუდმივია. ანალოგიურად აქაც ომეგაზე გამრავლება გაყოფა შეგვიძლია რიცხველის ომეგა შეგვიძლია დიფერენციალის ნიშნის ქვეშ შევიტანოთ, ნიშნულში მოცემული ომეგა გარეთ გავიტანოთ, ამიტომ ერთი ომეგა გვექნება აქ ინტეგრალი 0-დან t-მდე სინუს ომეგა t შტრიხ d ომეგა t შტრიხი. ეს ტოლი იქნება a ომეგა. ეხლა სინუს ომეგა t შტრიხის წარმოებული არის მინუს კოსინუს ომეგა t შტრიხი, ამიტომ აქ მინუსი დავწეროთ კოსინუს ომეგა t შტრიხი ჩასმა 0-დან t-მდე. ეხლა ერთ შემთხვევაში მოდით a შეფარდებული ომეგასთან დაგვრჩება, t-ს ჩასმა მოგცემს კოსინუს ომეგა t-ს, ამას გამოკლებული კოსინუსი ჩასმა 0 t შტრიხის მაგივრად 0 უნდა ჩავსვათ. კოსინუსი 0-ზე 1-ია, ამიტომ ეს იქნება 1-ის ტოლი, საიდანაც მივიღებთ საბოლოოდ რომ ეს ტოლი არის a შეფარდებული ომეგაზე 1 მინუს კოსინუს ომეგა t. ესე იგი მესამე შემთხვევისთვის ჩვენ მივიღეთ რომ bx-ი ტოლი ყოფილა a შეფარდებული ომეგაზე 1 მინუს კოსინუს ომეგა t.